წარმოიდგინე, გაძლევენ რაღაც ნივთს, ნებისმიერ სურვილს გისრულებს, ოღონდ ყოველი სურვილის მერე შენი სიცოცხლე მოკლდება. აი ეს არის ბალზაკის შეგრენის ტყავის თელი დრამა. კი, და ეს რომანი მისი უზარმაზარი ადამიანური კომედიის ერთ-ერთი ფილოსოფიური ქვაკუთხედია, ასე ვთქვათ. დღეს სწორედ ამ რომანის დასაწყის პირველ ნაწილს თილისმას ჩაუღმრავდებით. ცხადოდ გავშიფროთ ეს ძლიერი ალეგორია. რაზეა, სურვილზე, ნებისყოფაზე. და იმ დროინდელ ცხოვრებაზე, რომელიც სხვადასხვა დღევანდელობასაც ძალიან ჰგავს ხოლმე. ბალზაკი ხო ამბობდა, მე საფრანგეთის საზოგადოების მდივანი ვარო? ანუ, უბრალოდ კი არ აღწერდა, არა, ცდილობდა ეპოვა ის სოციალური ძრავა, რა ამოძრავებდა ამ ყველაფერს, მნებებს, მოვლენებს. აი შაგრენის ტყავიც ამ ძიების ნაწილია. მთავარი კითხვაა, რა ფასი აქვს ჩვენ სურვილებს? და ამბავი იწყება, ხო, ახალგაზრდა კაცით, რაფაელ დე ვალენტენით, საშინლად სასოწარკვეთილია. კი, ბოლო ფული წააგო სათამაშო სახლში. თვითმკვლელობაზე ფიქრობს უკვე. სცენაში უნდა თავის დახრჩობა და სანამ დროს კლავს, შედის ანტიკვარულ მაღაზიაში. და ხვდება ამ იდუმალ ძალიან მოხუც პატრონს, 100-წლოვანია თითქოს. ეს შეხვედრა ცვლის ყველაფერს. ეს ანტიკვარი ვინ არის? უბრალოდ გამყიდველი? არა, რა თქმა უნდა, ის უფრო სიმბოლოა, ცოდნის და თავშეკავების სიმბოლო. ანუ პასიურობის? ერთგვარად კი. ის რაფაელს ეუბნება, რომ აი ეს დაუოკებელი სურვილები, ვულუარ და ძალაუფლებისკენ სწრაფვა, პუვუარ. ესენი ანადგურებენ სიცოცხლეს. და თვითონ როგორ ცხოვრობს? თვითონ ჭვრეტით. ამაში ხედავს ბედნიერებას და ხანგრძლივ სიცოცხლეს. ეუბნება რაფაელს, მეო ჩემი ცხოვრება გავაანალიზე და მივხვდი, რომ მთავარია სიმშვიდეო. მაგრამ რაფაელი ამას არ იღებს, ხო, ახალგაზრდა ვნებები? რა თქმა უნდა, მისთვის ცხოვრება სურვილების გარეშე არაფერია და სწორედ აქ ჩნდება ეს შაგრენის ტყავი. აი, ის ცნობილი ბკავი. კი. რომელზეც აწერია სანსკრიტზე თუ არ ვცდები, თუ მე დამეპატრონები, ყველა შენი სურვილი ასრულდება. მაგრამ შენი სურვილები, შენი სიცოცხლის საზომი იქნება. ყოველ შენს სურვილზე მეც შენს დღეებით შევიკუმშები. საშინელი გაფრთხილებაა. მაგრამ რაფაელი მაინც იღებს. იმ მომენტში იმედგაცრუებული მზადაა ყველაფერზე. და პირველი სურვილიც საკმაოდ მოულოდნელი, მაგრამ მის მდგომარეობას ასახავს. გრანდიოზული ორგია, თავაშვებული ღრეობა უნდა. და რა ხდება? ეგრევე სრულდება, ქუჩაში გადის და მეგობრები ხდებიან. ზუსტად. და ეპატიჟებიან სწორედ ასეთ ბანკეტზე, თან რის აღსანიშნავად, ცინიკური გაზეთის დაარსების. აი, აქ ბალზაკი უკვე იწყებს კრიტიკას, ხომ? კი, გენიალურად იყენებს ამ სცენას. ეს არაა უბრალოდ ღრეობა, ეს არის სატირა მთელ საზოგადოებაზე. ჟურნალისტიკა, პოლიტიკა. ინტელექტუალურ წრეებზეც კი. ყველაფერი ხდება მოხმარების საგანი. ერთგვარი შოუ, ინტელექტუალური საუბრებიც კი ცარიელ ფრაზებად იქცევა. თითქოს გართობაა, რომელიც შინაგანად გაცლის. ზუსტად. აი როგორც ტყავი იკუმშება ფიზიკურად, ისე იკუმშება შინაგანი სამყარო ამ სიცარიელისგან. ბალზაკი თითქოს უკვე მაშინ ხედავდა ამ თანამედროვე გადაწვის ფენომენს. და ამ ორგიის პიკზე კიდევ ერთი სურველი უსრულდება მოულოდნელად. სიმდიდრე. ნოტარიუსი მოდის და ეუბნება, რომ გარდაცვლილი ბიძისგან მილიონები ერგო მემკვიდრეობით. ესეც ხო სურვილი იყო. მაგრამ მერე რა ხდება? მერე მოდის შოკი. რაფაელი ხელსახოთზე ქონდა მოხაზული ტყავის კონტური. ამოწმებს და ხედავს, რომ ტყავი აშკარად დაპატარავდა. აი აქ ხვდება, რომ ეს ყველაფერი რეალურია. თილისმა მუშაობს და ფასიც რეალურია მისი სიცოცხლის დღეები. ესე იგი, ტყავი ხდება სიცოცხლის ძალის პირდაპირი მეტაფორა. ნამდვილად. ძალის, რომელიც იფიტება ამ დაუოკებელი სურვილებით, ეგოიზმით, ამბიციებით. ბალზაკი აკრიტიკებს ამ ცხელებას ცივილიზაციასაც. სულ რაღაცის მიღწევა, სულ მეტი სიამოვნება. და საინტერესოა ისიც, რომ მერე როცა ცდილობს ამ ტყავის შეჩერებას. კი, მესმიეებს მიმართავს. ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს, მექანიკოსებს. მაგრამ ვერავინ ვერაფერს შველის. ვერ ხსნიან, რატომ იკუმშება და ვერც აჩერებენ. ესეც ბალზაკის მინიშნებაა, რომ არსებობს რაღაც ძალები, რაღაც კანონები, რომლებსაც იმდროინდელი და შესაძლოა დღევანდელი მეცნიერებაც ვერ სწუდება, მეცნიერების საზღვრები. და საბოლოოდ ეს ყველაფერი გვიტოვებს მთავარ კითხვას, რომელიც ალბათ შენს და ყველა მსმენელს ეხება. აი შენ რომ გქონდეს ეს ტყავი, თუ ყოველი შენი სურვილი, სულ პატარაც კი, თვალსაჩინოდ შეამცირებდა შენს სიცოცხლეს, როგორი ცხოვრებდი?
ხო, როგორი ცხოვრებდი, რაზე იტყოდი უარს, რას ჩათვლიდი იმათ, რისთვისაც ღირს სიცოცხლის დღეების დათმობა. იქნებ ეს დილემა დღეს უფრო მწვავეა, ვიდრე ბალზაკის დროს. მუდმივი სურვილების და შესაძლებლობების ეპოქაში ვცხოვრობთ. ნამდვილად, ღირს ამაზე დაფიქრება.